საღამოს მატარებელს გამოვყევით, თბილისი ბათუმი დადიოდა, დილით აქ იყო. ჩამოვედით აქ თბილისში, ჩემს სიძეს ბიძა ყავს აქ თბილისში ცხოვრობს. ამან შეხვდა რკინიგზის სადგურში, დაუჯექით მის მანქანაში და რომ მივედით, ესე იგი შენობასთან რომ მივედით, მივხვდი რომ ეს პოლიცია არ იყო, ბავშვები დაჭერილი არ იყვნენ, ეს იყო საავადმყოფო. ამ საავადმყოფოს უკან რომ წამიყვანეს უკვე გამაგრდიო მითხრეს და გამაგრების თავი აღარ იყო. უკვე მე გავიაზრე, რაც რომ მომხდარი იყო იქ. შევდივართ ამ მორგთან ჭიშკარში პოლიციელი დაგხვდა ვიღაცა. ვინ ხართ, რა ხართ, ბათუმიდან ჩამოსული ვართ, ეუბნება ეს ჩემი სიძის ბიძა. იმ საქმესთან დაკავშირებით, რა საქმესთან ჯერ საქმეს არ ვიცი. და ტელევიზორს გვანახებენ, ესე იგი ბნელი კადრია ტელევიზორში ჩანს სროლები, თორემ ვინ ვის ესრის, ვინ სად ისვრის, ფაქტიურად არაფერი არ ჩანს. და მიხსნიან რომ ეს აქ სამი ახალგაზრდა იყო და სპეცოპერაციის დროს ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპნენ. დაიღუპნენ, მანახვეთ ბავშვები უთხარი რა. მეუბნებიან ერთი რომან სურმანიძე იყო. რომან სურმანიძე ესე იგი პასპორტი ჰქონდა და იმით იცნეს. და დანარჩენ ორს იცნობ, მეკითხებიან. ვიცნობ კაცო, მანახეთ უთხარი. მანახვეს სამვე მე ამოვიცანე გორგაძეს და ართმელაძეს, მე ამოვიცანე, თორემ იგენი ვინც რომ დახოცა აზრზე არ იყვნენ ის ორი გვამი ვინ იყო. ახლა რადგან თბილისში ჩამოსული ვარ ამ გვდარს ვეპატრონო უნდა კაცო. ახლა ამ გვდარს არ მატანებენ. რაღაც საბუთები ყოფილა შესადგენი, რაღაც საქმე ყოფილა საჭირო და ამ საბუთების შედგენაში და ამ სიძბილში თითქმის დიმიღამდა. და სადაც მივედი, სულ ლანძღვა გინებას ვისმენდი ჩემი მისამართით და ამ უდანაშაულოდ დახოცილი ბავშვების მისამართით. ესენი თურმე ტერორისტებად გუზდიან, თურმე არაკაცებად გუზდიან, ვინ არიან აგენის მშობლები, ეს რა ხალხი ყოფილან ეს აჭარლები. ევრი რომ არ გავაგზავნოთ რაც იყო საბუთები გავაკეთე. ბათუმში გადაურეკე. შინავს რაფი ყავდა ჩამოვიდა და დავასვენე და წავიყვანე ეს ბავშვი. ჭიშკართან ორი პოლიციელი მხდება, ჩემს დროში მე არ მიშვებენ კაცო. მკვდარი რომ შევიტანო, ჩემს დროში მე არ მიშვებენ რომ ტერორისტი ყოფილა ეს ბაღანა და თურმე სახლის გაჩხრეკა უნდანან და პადვალში შესვლა უნდანან და ისე დავასაფლავე ორი პოლიციელი ჩემს დროს არ მოცილებია. მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ჩემი ბავშვი უდანაშაულოა. და განცხადება მინდა შევიტანო სადმე რომ ერთი გამეიძიონ კაცო რა დააშავა ამ ჩემ ბაღანა ვინ მოკლა რომ პასუხი ვაგო ამ ბოდიში მოუხადო ჩემი ბაღნის ხელიდან გასროლი ტყვიას ვინ ელმსხვერპლა ან ვინ დაიჭრა. კიდევ ასევე საღამოს გამოვდივარ რომ მატარებელს გამოვყვე თბილისში და პოლიციაში განაცხადი შევიტანო. ტელეფონში შემოდის დახურული სკრიტი ნომერი და მეუბნება დაბრუნდი უკან თუ გინდა რომ დანარჩენი შვილები ცოცხალი გყავდეს. ამ პერის 7 ჯერ მომიხდა. ბოლოს მერთმა სიკეთე მისცეს მანანა კობახიძესთან მოუხდი როგორმე. და იმან მითხრა რომ შენი ჩამოსვლა აღარა საჭიროა და მისი დახმარების სტრასბურგში დიეცა საქმე და გაამართლეს ეს უდანაშაულო ბავშვები, თორემ დღესაც ტერორისტების სახელით იქნებოდნენ მიწაში. დანარჩენი იმის არ იყოს თქვენაც იცით რა მოხდა, როგორ მოხდა. მაგრამ ჩვენ შვილები ტერორისტებად არ გიგვიზდიან. ეს უფროსი ბიჭი იყო ჩემი, თავისთავად სწავლობდა. მეორე ბიჭი სვანეგონცე სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმი რომ იყო ის უმაღლესად გადაკეთდა, იქ სწავლობდა როინ სურმანიძე მეორე ბიჭი. და იმის შიშით რომ რადგან ასეთი ისინი შემომდიოდა თურქეთში გადავიყვნენ და ჩემს ერთად ჩაის ვაკრეფიებდი სწავლასაც დაანება თავი, დიპლომის აღარ უღია.
და რა ვიცი მე, სანამ 2013 წელიწად და სანამ ეს თავრობა მოვიდა, მანამდე შიშის ქვეშ ცხოვრობდით და იმის არ იყოს, დაგდათ რომ თურქეთიდან არ გადმოგვიყიათ, აი მას მე გავჩედით საქართველოში.